პროექტის განხორციელება, მაგრამ თითქოს რაღაც უხილავი ხელი აჩერებდა. პროექტს და ბატონ გიორგისაც დაველაპარაკო, იმიტომ რომ სადაც არ უწევს ადამიანს სიტუაციის გარკვევა, რაღაც საქმის წამოწყება თუ საქმის განვითარება, ყველგან რაღაც აი უხილავი ხელის მექანიზმი თითქოს კეტავს და ბლოკავს. და რა არის ამის მიზეზი? ხელისუფლების უყურადღებობა თუ ეს უხილავი ხელი გამიზრდულად არის ჩასმული ჩვენსა და ხელისუფლებას შორის, ეს ყველა დარგში ასეა. მე დაწყებული რეესტრიდან, სადაც მიხვალ და სიტუაციის გარკვევა ხდება, როგორ აიღებენ ოპერატორები ტელეფონს, უკავშირდებიან ვიღაც უხილავ ძალას, რომელიც ძალს გამოვარს და გელაპარაკება, ვერც დაინახავ საიდან მართავს ეს სიტუაციას და აი ეს რეესტრის მოდელი, რომელსაც ყველა მოქალაქე ეხება, აბსოლუტურად ყველა სფეროში არის. აი ტარდება პირობითად ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, რაღაც უხილავი ძალები მოქმედებენ. იგივეა ეკონომიკაშიც რაღაც უხილავი ძალები მოქმედებენ. თითქოს ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად მიდის, უნდა მიდიოდეს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს რაღაცა ესეთი შემაგროვებული ფაქტორი. კი, გოლი არის, რომელიც წვეთს კავშირს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. მაგუთხით მე ასეთი პირადი მოსაზრება გამაჩნია, არავის ამ მოსაზრებას თავს არ ვახვევ, მაგრამ საქმე რა შეიძლება ეს უხილავი ხელი ყოველთვის იარსებებს, სანამ საზოგადოება არ იქნება ისე აქტიური, როგორიც ჩვენ ერთს ეკადრება და ჩვენ ხალხს ეკადრება. რაღაცა ისეთ საყოველთაო ნიჰილიზმმა მოიცვა ქვეყანა და პასიურობამ და სხვათა შორის ეს პასიურობა დიდი ხანია გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს 3 წლით მარტო არ შემოისაზღვრება. მე ვამბობ იმ ეროვნული ძალების, ასე ვთქვათ, წინ წამოწევაზე, რაც ჩვენ ერთს ეკადრება და განსაკუთრებით ინტელიგენციის ჩართულებას. აი ბოლო 30 წელიწადი არის პრობლემა ინტელიგენციის, აი ყველაზე ჯანსაღი და კეთილი ნაწილისა ერისა გამოფხიზლებას თან დაკავშირებით პრობლემებზე. და დღესაც მე ვფიქრობ, რომ აი ეს უხილავი ძალა, ეს უხილავი ხელი ვერაფერს აკეთებს, ვერც ერთი მხრიდან, ვერც ერთი გინდა ოკეანის გადაღმა და გინდა უახლოეს მახლობლობაში მყოფი უხილავი ხელი, ასე ვთქვათ, ვერაფერს დააკრებს ჩვენ ხალხს, თუ ჩვენი ხალხი იქნება აქტიური და სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ჩაებმება. და ჩვენ სხვათა შორის აი სულ მოუწევთ ქართული იდეა განსაკუთრებით აი ეს ეროვნული ძალა, რომელიც თანთანობით იკრებს თავის მომხრეებს და ძალიან პოზიტიურად ვითარდება. ჩვენ ყოველთვის მოუწოდებთ ჩვენ ახალგაზრდობას, ჩვენ საზოგადოებას, ინტელიგენციას, რომ თავის, ასე ვთქვათ, პროფესიონალიზმი, თავისი ეს პატრიოტული სულისკვეთება გამოხატონ აქტიურად და ჩაებან სხვადასხვა ორგანიზაციებში, ეროვნული სახის ორგანიზაციებში. იგივე ვთქვათ, არქიტექტორებმა თავიანთი კავშირი გააკეთონ, ექიმებმა თავიანთი კავშირი გააკეთონ. ან თუ არსებობს ეს კავშირები, ვთქვათ, ქმედითი გახდეს და რაღაცა ეროვნული კოალიცია უნდა ჩამოყალიბდეს, მარტო საარჩევნო კუთხით არ ვიძახე, აი საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიქმნას და როდესაც ეს საზოგადოებრივი აზრი, ანუ საზოგადოებრივი დარბაზი იქნება ქვეყანაში, მაშინ ეს უხილავი ხელი ვერ გააკეთებს იმ ბოროტ საქმეს, იმ თქვათ ჩაშლილ უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თუნდაც ის წყლის უზარმაზარ პროექტს ასე ადვილად ვერ დააბუხრუჭებს და მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ვალია, თითოეული ქართველის პატრიოტის არა ის რომ თქვათ ვიფიქროთ ემიგრაციებზე და ჩემონებზე დავждეთ და სადღაც გასაქცევისკენ, იმიტომ რომ ქვეყანაში უკვე არავინ აღარ დავრჩით. პირიქით, ემიგრაციაც უნდა ჩამოვიდეს, უნდა გააქტიურდეს, ინტელიგენცია უნდა გააქტიურდეს და აი გვეყო, ასე ვთქვათ, პირდამოწული ყოფნა და იმის შიშით რომ სამსახური არ დავკარგოთ, იმის შიშით რომ თქვათ კარიერა არ გაგვიფუჭდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი აზრების თამამად კორექტულად, ძილობიანად და პატრიოტულად რო იტყვიან, გულმხრივალეთ გამოხატვის შიში უნდა მოხსნათ. ჩვენც უნდა მოიხსნათ და სხვასაც უნდა მოხსნათ და ქვეყანას ჭირდება პროფესიონალები, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობას და ხომგენებით არჩევნები კარზე გვაქვს მომდგარი და ამ პასუხისმგებლობით შეიქმნება ეროვნული კოალიცია. მე ასე ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული ძალების ვისაც მართლა გული უხრს, ვინც მართლა აი საქართველოსთვის ბევრი რაღაცის გამკეთებელია და ამის პოტენცია აქვს. სულ ერთი ეს სპორტსმენი იქნება, პედაგოგი იქნება, მეცნიერი იქნება, პოლიტიკოსი იქნება. უნდა გავაკეთოთ ახალი ეროვნული კავშირი,
ახალი ეროვნული კოალიცია აი ამ პოლიტიკური ძალებისა, ეკონომიკური ძალებისა, ინტელექტუალური ძალებისა, ასე ვთქვათ და უნდა ეს დავანეიტრალოთ ყოველგვარი უხილალი ხელი. იქნება ეს დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ საიდანაც არ იქნება. აი მაშინ ჩვენ შევძლებთ რომ სწორედ იმ წლის პროექტს უფრო თამამად გამოვიტანთ და უფრო სხვანაირად გამოვიტანთ და მე მგონია მთავრობაც საბოლოო ჯამში დღევანდელი მთავრობაც ალბათ უნდა ფიქრობდეს იმას რომ ალტერნატივა დაუთმოს იმ ძალას, ახალ ძალას, რომელმაც მომავალი უნდა მოიყვანოს, იცით? იმიტომ რომ დღეს არის ძალიან დიდი სტაგნაცია პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ხალხი არჩევნებზე ალბათ არ წავა თუ ესე იგი ასე ვთქვათ იყო ეს დალთა ეს თანაფარდობა იყო რაც დღეს ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ხალხი ამბობს რომ მე აზრი არ აქვს არჩევნებზე მონაწილეობას იმიტომ რომ არც იმ ძალას არც ძველ ძალას მიცნობ ხმას არც იმ ძალას რაც ჩანს ანუ მთავრობამ დღეს იმისათვის რომ ხალხმა და მასამ მართლა გამწარებულმა მასამ გამოღვალი მდგომარეობიდან გამომდინარე აი ძველ ძალას ამიცეს ხმა თვითონ უნდა დაუთმოს ახალ ძალას ახალგაზრდობას ანუ ახალ პოლიტიკურ ძალებს უნდა დაუთმოს ასპარეზი და მაშინ ყველაფერი დაალაგდება იცით ჩვენ მართლა ქართველები ვარ და ჩვენი სამშობლოსათვის მხოლოდ სიკეთის კეთება გვინდა აი უამრავი ეკონომიკური პროექტი გვაქვს გასაკეთებელი აი მაგალითად ქართული იდეის წიაღში ჩამოვაყალიბეთ ჩვენ მცირე მწარმოებელთა და მცირე ბიზნესის კავშირის სოლიდარობა ესეთი და ეკონომიკური გულისტკივილით ეს შეპყრობილი ხალხი ასე ვთქვათ მცირე ბიზნესთან ქართველი მეწარმეები ეკონომისტები უბრალო მოქალაქეები ვართ გაერთიანებული და აი მშვენიერი პაკეტი გვაქვს ასე ვთქვათ იმ ჩვენი რეკომენდაციებისა რომელიც ასე ვთქვათ ბიბლიოთეკებიდან კი არ იღებს ამ თავის სათავეს ანუ ჩვენი მწარე გამოცდილებიდან ანუ ყველაფერი პრაქტიკიდან გამომდინარე დღეს რა ვთქვათ ამოხრუჭებს ქართულ წარმოებას ქართულ ბიზნესს იცით და ჩვენ ვთხოვთ მთავრობას რომ იცით გასაგებია იქ ხდება ბანკებს დიდ ოლიგარქიულ ფირმებს ვთქვათ ბენზინის ფირმებს ნავთობის ფირმებს მაგრამ ისინი არ ქმნიან მომავლის საქართველოს მომავლის საქართველოს სწორედ მცირე ბიზნესმა და მცირე მეწარმეებმა უნდა შექმნას და ამიტომ ჩვენ ვთხოვთ რომ მოგვაქციონ ყურადღება იმ კუთხით რომ წამოვიდნენ დიალოგზე შეხვდნენ ერთხელ ნახონ მათ რა პრობლემებია წარმოებაში რატო არ ვითარდება ჩვენი წარმოება რატო არის ეს ჩვენი სუპერმარკეტები გადაჭედილი ამ იმპორტული საქონელით ელემენტარული ელემენტარული საპნის წარმოება თამოყარე ხალხი ვართ ხო ჩინეთს თავი გავანდით ვიეტნამში ჰონდურასში ბოლივიაში განაში და იმაში არის საპნის წარმოება ყველაზე ესეთი ჩამორჩენილი ერებში არის საპნის წარმოება და ელემენტარული პირველმოხმარების საგნების წარმოება ჩვენ ეს ვერ დავაყენებთ ფეხზე დღეს სუპერმარკეტში რომ მითიხარ ასანთი არ არის ქართული საპონი არ არის ქართული საერთოდ დიდი სიმწირეა ქართული ნაწარმისა და სწორედ იმ უმუშევრობის პრობლემა, სიღარიბის პრობლემა, კრიმინალის პრობლემა, პოლიტიკური ან დაძაბულობის და მძიმე ვითარების პრობლემა გადაიჭრება მხოლოდ წარმოების აღორძინებით. ამას ვამბობ ჩვენ და გვაქვს პაკეტი აი ამ მტკივნეული თუნდაც დღეს აი ამ წელიწად ნახევარში არჩევნებამდე ხა ჩვენ არ გვაქვს ილუზიები რომ თქვა მთავრობა პაკეტს შემოიტანს უზარმაზას თქვა ეკონომიკური რეფორმებისა ამის ძალა უკვე ჩვენ ვიცით რომ არ შესწევს მას ეს ეროვნული მთავრობის საქმეა რომელიც მოვა მაგრამ ამჟამად ამ წელიწად ნახევარში თუნდაც კოსმეტიკური რაღაცა რომ მოხდეს ის მტკივნეული თქვა ყვადაღებული მოგების ამას პრობლემა ჩვენ სულ მაგაზე ვაღახილებ თავს აი კვარტალი მთავრდება და თქვა რო გვინდა რომ ობიექტიდან რაღაცა თანხა წამოიღოთ და რეალიზებული პროდუქციის თანხა დავებრუნოთ თქვა გვაქვს სულ ესეთი შემთხვევები ეს ჩვეულებრივი ასეთი ყოფითი ცხოვრებაა ჩვენი და ვრეკავთ იცით რა ვერ ვიწყავთ არ გვაქვს ის თანხები ინკასო გვაქვს მოსული ავანსი ვერ გადავიხადეთ გესმით ესე იგი ეს ყვადაღებული მოგების ავანსი რომ ვაცალოთ ამ კომპანიას საერთოდ კომპანიებს წარმოებს რომ დაამთავრონ წელი დავიდნენ მოგებაზე და მერე გადაიხადონ ეს მოგების ავანსი და არა წინ აი ამ დაძაბულ ვითარებაში ადამიანს წინ არ თმევა ყველა თანხებს შპს ეს თუ ორკაციანი ფირმაა თუ ასკაციანი ხო ეს თანხები ჩვენ აი ამას ვთხოვთ რომ ელემენტარულად გვჭირდება რომ მიმდინარე ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩავდოთ ანუ წინ ნუ გვაძლევთ ამ და ბევრი პრობლემები შეხლა აქ ალბათ არ გავაგრძელებთ მაგრამ თუ იქნება შეკითხვები ძალიან საინტერესო მონაცემები მაქვს მოტანილი რა ჩვენი მომხრებელი იცნობს მაგ თემას და გითხრათ რომ ბატონი აზორ საკანძელიძე არაერთხელ ყოფილა ჩვენი ბატონი აზორი ჩვენთან თანამშრომლობს ხარკოვში ვიცი ახალ საკადასაკადო კოდექსიც არის საუბარი რომელიც ფაქტობრივად რომელზე მუშაობა დასრულებულია დაბადებულია და ალბათ
ეს რომ დაპატენტებული აქვს ბატონ აზოს როგორც ინტელექტუალური საკუთრება და მართლაც ეს ძალიან დიდ ბიზნესს მიცემს საშუალო ბიზნესის განვითარებას ეს აი ვიცი თქვა მინდოდა რომ აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ გიორგის მე იმაში რომ საზოგადოების როლი უნდა მეტად გამოიკვეთოს და ისიც ცხადია რომ ობიექტივი არის ის იშვიათი საშუალება სადაც შეიძლება ადამიანებმა ასე გიათ გულწრფელად ყოველგვარი რეკომენდაციების ბჭყალებში რეკომენდაციების ანუ ცენზურის გარეშე შეიძლება ისაუბრონ იმ თემებზე რაც მათი აზრით ქვეყნის განვითარებას აბრკოლებს მაგრამ რა უნდა ქნას საზოგადოებამ აი ერთი წამით მობილური გყავს მაყურებელი და შემდეგ გავაგრძელებ იმას საღამოშვიდობისა თქვენ ეთერში ხარ გისმენთ სალმებით ბატონებო ბატონო ტატო და თქვენს უმებს ვესალმები მე გლეხი კაცი ვრეკავ ლეჩხუმიდან გაგიმარჯოთ დიდი მადლობა რომ შეგვეხმიანეთ გისმენთ იმრავლო თქვენაირმა ქართველებმა დიდი მადლობა სინდიძე თუაკ ასეთი წყნიდან თუ შეიძლება ქართველიერი გადარჩეს რასაკეთებს ჩვენი თავრობა მართლა არ ვიცი მართლა დასახვეთი უნდა გამეიყვანო თბილისის სტადიონზე და უნდა მიახვიტოს ყველა ვინც არიან მაგენი როგორ შეიძლება ასეთი სიმდიდრე გვაქვს რომ ჩვენ ამოვისუნთქოთ გაჭირებულები ვართ ჩვენი საშველი არ არის წელს არაფერი მოსავალი არ მოგვივიდა ვერ გადავირჩენ თავს არც რობიო, არც სიმინდი, არც ნიგოზი, არც ყურძენი, სულ დაწვა სიცხემდა. თუ ასეთ წყარსობას შეუძლია ქართველიერის გადარჩენა. რა უძგი ამას ერთი გამაგებინეთ, რა ვიცი, აბა. აი ზოგი მაგაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ ჩვენ დღეს და დიდი მადლობა რომ შეგვეხმიანეთ ასე ემოციურად, თუმცა არავის დახრეთ არ გვინდა ჩვენ სპორტული შეჯიბრებებისთვის გამოვიყენოთ სტადიონები ჯობია, ყოველგვარი უხილავი ხელის გარეშე, მაგრამ რა არიცით, ლევან ბატონო, მე ის თქვა მინდა რომ ეს პროექტი გარდა იმისა რომ ეკონომიკურად მომგებიანია, გარდა იმისა რომ მეგა პროექტია რომელზეც ქვეყნის ხვალინდელი დღე არის დამოკიდებული მიმაჩნია რომ აი ახლებური მიდგომა არის რაც ცოტა შორის 90-იანი წლების დასაწყისში იგივე ნავთობ სადენზე ბაქოს სუბსაზე რომ გამოეყენებინათ ჩვენს მაშინელ ხელისუფალთ არ იქნებოდა ცუდი სააქციო საზოგადოება შექმნა და მაშინ ქართველების გაცილებით მეტი საშუალება ჰქონდათ რომ ინვესტირება კერძო პირებს თავიანთი დანაზოგებიდან განახორციელებიან და ქართული ფული ჩაიდებოდა რაღაცაში დიდ პროექტში და მაგრამ მადლობა ღმერთს მეორე მხარე აქვს მედალს ეს რო არ განხორციელდა თორე ეს ძალის გაყიდული იქნებოდა უკვე არა ბაზარგულისმული რის თქვა მინდა იცი შევარდნაძის პერიოდში და განსაკუთრებით სააკაშვილის პერიოდში როდესაც არა თვითონ მაშინდელი ეკონომიკური მოდელზე მაქვს უნდის ხელმძღვანელი იძახოდა რომ ყველაფერი იყიდება სინდისის გარდაო და ქართველებს გვეყიდებენ ხო ქართველებს გვეყიდა თუ ისინი ყიდნენ და ჩვენ გვეყიდა ამის საშუალებაც კი არ მოგვეცა იმიტომ რომ აი ბატონ გიორგის ქართველებს შეპესეების ქვეყანა ვართ ჩვენ ქართველებს როგორ უნდა გვეყიდა აი ყველაზე გულსატკენი აი არ მინდოდა ეს სიტყვა რომ მეთქვა მაგრამ მართლაც სამარცხვინო ფაქტი არის ჩვენი ბიზნესმენების მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობა როგორც ირკვევა ახლა სოციალურ ქსელებით ვცელდება არ არიან ეს ხალხი ქართველები გვარები კი აქვთ ქართული მაგრამ როგორც ჩანს ქართველები არ არიან გვარგადაკეთებული ქართველები არიან და ეტყობა არ ტკივათ თორემ რა არის რა გახდა ჩვენი მიწას რატო უნდა ეპატრონებოდეს უცხოელი შენ კაიკაცო ბანკში რო გაქვს ფული მილიონობით და მილიარდობით ჩადე და შენი ქვეყნის მიწა შენ იყიდე შენ შვილებზე გააფორმე და ქართველის იყოს ეს მიწა და ეს წყალი გასაგებია აი მე რო ახლა ფული მქონდეს და ბანკში მქონდეს და ვიცი რომ ივრის ხეობა ალაზნის ხეობა იქით რიონის ხეობაში ჩინელი თურქი არაბი ყიდულობს ხო მიწას იმ მიწას რომლისგანაც ჩვენი წინაპრები სისხლით იცავდნენ იმ ამ ხალხისგან იცავდნენ ზუსტად აი ამ სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან ბანკში ფულს როგორ გავაჩერებ წავალ და ვიყიდი მან ილია რას აკეთებდა მეც კი არაფერს არ აკეთებდა ილია მართალი მიდიოდა მაშინდელ მეცენატებთან და ეუბნებოდა რომ ეს არის ეროვნული საქმე იყიდე ახლა ეს აბაჩქარა ვიღაცა ყაზარიანს იყიდის რაღაცას მოდი რომ სხვა მარჩა იგდოს ხელში ქართველის იყოს და აი ესე მიწას აყიდინებდა ერთ ბიზნესმენს მეორეს შენობებს აყიდინებდა მესამეს რაღაცას და
მაგრამ მაშინ ტკიოდათ საქართველოს ეთყობა ბიზნესმენებს. ეხლა არ ვიცი შეიკრიბებიან, იყიდე გაყიდეთი არიან, სულ დაკავებული აი ამ თავისი გაჭირვებული ხალხის ხარჯზე და იმ დროს გამდიდრებული ადამიანები საერთოდ არ ფიქრობენ ქვეყანაზე. აი არანაირი ეროვნული სული მათში არ არის რა. მე მინდა პირდაპირ თქვა რომ როდესაც შენი ქვეყანა კეთილდღეობაშია, მაშინ თითეული მდიდარი ადამიანის ფული ეროვნული საგანძურია. მაგრამ როდესაც შენ ხალხს უჭირს, შენ ქვეყანას უჭირს, ხალხი ნაგავში იქექება საჭმლის ნარჩენების მოსაპოვებლად. მესამედი ქვეყნის გარეთ არის წასული და საღამოთი ღამის ქოთნებით დარბის რომ ლოგინში საწურს ჩავარდნილ მოხუცებს უვლის რომ თავის მოხუცებს წნევის სამალი ფული გამოუგზავნოს. კაპიკია შენი სიმდიდრის პასი მაშინ რა. Skype-ით გვაქვს მაყურებელი და შემდეგ უფრო დავაკონკრეტებ იმ თემას, რომელზეც მინდოდა გადავსრულიყავი ბატონ ლევან. სამამშვიდობისა, გისმენთ, ეთერში ხართ. გისმენთ, ეთერში ხართ. როგორც ჩანს არ არის კავშირი და მე ის თქვა მინდოდა, იცით ბატონ ლევან, რომ სააქციო საზოგადოებების მოდელზე გადასვლა აი ამ პროექტით ესეც ძალიან სიახლეს მაგონებს მე, რადგანაც შეფესების ქვეყანა, აი თქვენ რომ ბიზნესმენებზე ბრძანეთ, ხო, აი რომ გადავხედოთ ძირითადად თანფუძნებლები თუ ვინმე შეისწავლის, მე რატომაც მეჩვენება ყოველ შემთხვევაში იმ ორგანიზაციების მაგალითზე, ვისთანაც მქონია საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა, რომ რაღაც ერთი ოჯახია თანფუძნებელი და წარმატებული ბიზნესმენები, რა თქმა უნდა, ოჯახური ბიზნესი აქვს, მაგრამ წარმომადგენელი ოჯახური, ანუ ოჯახური აზროვნების ფარგლებს ვერ გავწდით ჩვენ და აი ეს ის პროექტია, რომელიც ეს შეხოთაშორის ამასთანაც წავიკითხე, ეს სიახლე არ არის, რა თქმა უნდა, რომ ნორვეგიაში მსხვილი ავტოკომპანიების აქციონერები არიან ნორვეგიელები, რომლებსაც დაახლოებით 200,000-მდე, $200,000 და ევრომდე ერიცხებათ ყოველწლიურად როგორც აქციონერებს დივიდენდები. აი ზუსტად ესე მოხდება წყლის შემთხვევაში, ბატონო ტატო, მინდა იცოდეს მსმენელმა და მაყურებელმა და მთლიანად ქართველობამ ჩვენ ამას ამ კუთხით ყოველდღე ვმუშაობდა, რეგიონებში ჩავდივარ და ბუკლეტებს ვარიგებ და ვავრცელებ ამ ინფორმაციას, რომ ყველა ოჯახში შევიდეს ეს ინფორმაცია, როდესაც თითოეული ქართველი გახდება აი ამ წყლის სააქციო საზოგადოების და ეს როდესაც ეს ინდუსტრია ამუშავდება, თითოეული ქართველი გახდება აქციონერი და ამ აქციის ფასი თვითონ უცხოელების დათვლით მერყეობდა 80-დან $100,000-მდე და სუბოლო მონაცემებით ეხლა როდესაც ბიზნეს გეგმაზე დაიწყო მუშაობა ბატონმა პაატამ გიორგაძემ ამ კონცეფცია პროგრამის მთავარმა ავტორმა შევხვდი მას ვესაუბრე და მითხრა რომ გაცილებით დიდი მონაგები იქნება, მაგრამ აი ისევ ამ უხილავ ხელს ვეჩეხებით აქაც და პირდაპირ მინდა ვთქვა რომ საქართველოში არჩევნების მოგება აი ამ 20-25 წლის განმავლობაში ამ პრაქტიკამ გვაჩვენა რომ დაახლოებით $300 მილიონი ჯდება. ანუ თუ 3 მილიონს ამომრჩეველს ავიღებთ საშუალო სტატისტიკურს, კაცი ჯდება $100. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ქართველი, რომელსაც შემოსავალი აქვს აქციით, აქციონერია თავისი ბუნებრივი რესურსის და შემოსავალი აქვს რამოდენიმე $10,000 და ამ წყლის ინდუსტრიის აშენების შემთხვევაში ესე განხორციელების შემთხვევაში 150-მდე ჩამოსვლით დამფარსოებელი ქარხანა აშენდება, ინფრასტრუქტურა ვითარდება, გადაზიდვები და მთელი საქართველო იწყებს როგორც ფუტკრის სკაისე მუშაობას და ყველა დასაქმდება. საშუალო ხელფასი იქნება დაახლოებით $1,200-1500 ამერიკული დოლარი. ლარების ეკვივალენტში და ეხლა $1,500 და $2,000 ეკვივალენტში იმას $100 როგორ გაიყიდი არჩევნებს. ამიტომ ეს პროექტები გაჩერებულია და მიდის აი ამ გაჩერებული ხალხზე მანიპულირება არჩევნების რაღაცის დარიგება და აი ამ ოჯადოებული წრიდან ვერ გამოვდივართ რა. და ვერც გამოვალთ საზოგადოება არ გააქტიურდება. სანამ საზოგადოება რასაც ბატონი გიორგი ბრძანობდა. მოსმენთ მაყურებელს და შემდეგ დავაკონკრეტოთ ეს თემა. გისმენთ?
მოგესალმებით. საუბრობს. ნამდვილად აქტიურ საკითხებზე მიმდინარეობს ჯერობა და ამიტომ დიდმადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ. ამ პროექტთან დაკავშირებით ვეცნობის საგაზეთო სტატიებს და ასევე თქვენ გადაცემებს და საკმაოდ რეალურ პროექტად მიმაჩნია. მე თვითონ ეკონომისტი ვარ. და ამიტომ მე მაინტერესებს ამ პროექტის ავტორები ერთ-ერთი მე მგონი გიორგაძე თუ აღწევთ. ეს პროექტი თუ გააცნეს ყოფილ პრემიერს და ამჟამინდელ პრემიერს თუ გააცნეს ეს პროექტი რა ხედვები წამოვიდა და რა პერსპექტივები იკვეთება როგორც ყოფილი ასევე ამჟამინდელი პრემიერის მხრიდან დაუსვლის ხელს ამ პროექტის განხორციელებას და ობიექტურ მიზეზებს აყენებენ თავრობა და ყოფილი ის გვაინტერესებს ძალიან თუ გვეტყვიათ თქვენი სტუმრები ამის შესახებ დიდი მადლობა მე მგონი ამ საკითხებზე ჩვენ ბატონო ამ საკითხით დავიწყეთ ჩვენი გადაცემა ეტყობა თქვენ ცოტა გვიან ჩაერთეთ ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გაეცნო ამ პროექტს აღფრთოვანებას ვერ მალავდა და პირდაპირ განაცხადა რომ მე საქართველოს დაღუპული მეგონა და ჩვენ თურმე ნავთობომპოვებულ ქვეყნებზე უფრო ძლიერი ქვეყანა ყოფილვართ და უფრო სერიოზული რესურსი გქონიაო მაგრამ მხოლოდ რესურსი ვერაფერს ვერ უშველის თუ არ მოხდა ამის რაციონალური გამოყენება ამ რესურსის მინდა გითხრათ პირდაპირ რომ სომალი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნავთობომპოვებელი ქვეყანა მაგრამ მისი მოსახლეობის 99% ნაგავში იქექება რომ ნარჩენებით გამოიკვებოს საკუთარი თავი და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა როდესაც აი თქვა კუვეიტმა ყველაზე სერიოზული სიმდიდრე რაც აქვს ნავთობი ხო ამას ეს პრიორიტეტად რო არ მიიჩნიოს და თქვა მთავარი აქცენტები რო გააკეთოს საათის გამოშვებას რა დონის უაზრობა იქნება ხო აი დაახლოებით აი ესეთ სიტუაციაში არის დღეს საქართველო ამხელა ბუნებრივი რესურსი გვაქვს 21 საუკუნე იქნება წყლის საუკუნე გაეროში ასობით ქვეყანამ უკვე მიმართა გაეროს რომ გადაეჭრათ კაცრი დეფიციტის ქვეშ ყოფი სახელმწიფოების პრობლემა და 2025 წლისთვის იყო ჩანიშნული გაეროში აი ამ კრიზისის წლად გამოცხადების წყალთან დაკავშირებით და 10 წლით გადმოიწია და უკვე 2015 წელს ჩვენ ვიყოფებით ესე იგი კაცრი კრიზისის პირობებში და გაეროში რამოდენიმე მილიარდი დოლარია გამოყოფილი ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენ ყავს ინვესტორი ერთ-ერთი მსხვილი მსოფლიო საფინანსო წრეების წარმომადგენელი რომელიც პირდაპირ გვეუბნება მე არა ვარ დაინტერესებული თქვენი ბუნებრივი რესურსის ხელში ჩაგდებით არ არის ეს ჩემი ინტერესი ის მოდელი ძალიან თვალისწინებაა ჩემი ინტერესი არის რა თქვენ მომიტანოთ ჩამოსმული დაფასოვებული პროდუქტი უკვე საზღვარზე და მე საბითუმო ფას მსოფლიო საბითუმო ფას 24 ცენტს გადაგიხდით საზღვარზე და მე ამას საწავიღებ გაეროს პროგრამებით გადავანაწილებ სხვადასხვა სახელმწიფოს თუ კერძო ბიზნესად ვაქცევ ეს თქვენი პრობლემა არ არის აი ამაზე კარგი და 3 მილიარდ დოლარს იხდის ეს კაცი რომ გაიზარდოს საქართველოს გამტარუნარიანობა იმიტომ რომ ჩვენ იმხელა რესურსი გვაქვს ამ რესურსს ვერ გავიტანთ უბრალოდ ჩვენი გზები არ ეყოფა ჩვენი რკინიგზა ჩვენი პორტები ამიტომ ეს კაცი წინასწარ იძლევა უპროცენტოდ და იძახის რომ ამ ფულს გამოგიქვითავთ პროდუქციით ამ 3 მილიარდს უპროცენტოდ გაძლევთ გაზარდეთ გამტარუნარიანობა გზების რკინიგზის პორტების და საზღვარზე მომიტანეთ დაფასოვებული წყალი და მე საბითუმო ფას 24 ცენტს სოფლიოში ესე იგი დადგენილ აი ამ საბითუმო ფას გადაგროვებენ აი ამ პროგრამაზე თუ კი ბოდიშვილი ბატონო ტატო დავამთავრებ თუ ამ პროგრამას ეუბნები უარს და ამაზე უკეთესი აქვს ჩვენს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვამბობ ამით დავიწყეთ გადაცემა ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და რაც უფრო მეტი და რაც უფრო კარგი გაკეთდება კი ბატონო გვერდში დაგიდგებით მაგრამ ძალიან გვეჭვება ჩვენ ვფიქრობთ და ხედავთ ამ ტენდენციას რომ აი ამ რესურსის კერძო ბიზნესად ქცევის ტენდენციაა და კიდევ ერთხელ ვამბობ არ მინდა ჯერჯერობით დავასახელო თუმცა ალბათ მოვადრო და ვაფრთხილებ პირდაპირ რომ ქართველი ხალხის აი ამ ბოლო იმედს ფეხზე დადგომის როგორც კი დაპატრონებას უკვე აშკარად დაიწყებენ და ჩვენ ამაში დავრწმუნდებით აი პირდაპირ ოჯახებთან მოუწყობთ ისეთ საპროტესტო აქციებს რომ ცხვირს არ გამოვაყოფინებთ სახლიდან ასაგებია მაგრამ აი ჩვენ შევეხეთ ეს არის ბოლო იმედი ქართველი ხალხის დანარჩენი ყველაფერი გაყიდული გვაქვს არაფერი არ აქვს საქართველოს რომ მისი ეკონომიკა ფეხზე დადგეს გეთანხმებით და
და ნავთობზე უფრო ძვირი წყალი. მინდა რა გითხრათ. თქმა უნდა და უფრო სერიოზული პრობლემა არის წყლის მსოფლიოში, ამაზეც არაერთი ფილმი. ნავთობის ერა 21 საუკუნის მეორე ნახევარში საერთოდ დაამთავრებს თავის ზეგებია. ყოფიერებას და ჩვენ შევხედეთ, წყალი კიდევ რომ სანამ იქნებოდა იარსებებს ადამიანი ყველაზე მოთხოვნადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი. დარჩენილი ჩვენს განკარგულებაში და მინდა შევკრა ეს თემა. რომ ჩვენ შევხედეთ უხილავი ხელის პრობლემას, ხო? ჩვენ თქვით, რომ საქართველოში შეპესეების ბიზნესია, შეპესეების ქვეყანა ვართ და ამ შეპესეთა უმრავლესობა წარმოადგენს ოჯახს, ანუ ოჯახურ ბიზნესს. და კი ჩვენ მთავრობას საყვედურობთ გარკვეულწილად მეცნიერებსაც, რომ თუმცა მეცნიერებთან მიმართებაში მე ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ, რომ მეცნიერს ფაქტობრივად მეცნიერთა ჯგუფს თავისი ამოცანა შესრულებული აქვს. მან ამ ჯგუფმა მართლაც ძალიან ავტორიტეტული ადამიანებისგან შემდგარმა ჯგუფმა თაობების ნაშრომს მოუყარა თავი და ეს პროექტი შეკრა. როგორც ერთი მთლიანი და მე რამდენადაც ვიცი ახლა ბატონ პადაგიორგაძეს მეც ეს უყრე და 3 თვის განმავლობაში ის ბიზნეს გეგმის შექმნაზე მუშაობდა და მე კაცი იყო ჩაკეტილი 3 თვის განმავლობაში გარეთ არ გამოდიოდა და გააკეთა ძალიან სერიოზულად და ასევე მეცნიერთან ერთად ის სამუშაო, რაშიც უცხოური კომპანიები მილიონობით დოლარს იბატონ უსასყიდლოდ და მე მგონია რომ ბატონ ბაატას შევხვდებით ამ უახლოეს მომავალში და ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იკისროს თავის თავზე ის რასაც დღეს ჩემის აზრით ხელს უწყობენ აი ბიზნეს ოჯახები, ანუ ოჯახური ბიზნესის წარმომადგენლები და შეიძლება უხილავი ხელის წარმომადგენლებიც არიან, ბატონო გიორგი. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა დაამატოთ თქვენ საქართველოს დიდი რესურსები გააჩნია ამ პატარა ქვეყანას. აქ წყალს დაუმატებთ იგივე მანგანუმს, იგივე ბორჯომს, იგივე ოქროს და სხვას, რომელსაც დღეს მონოპოლიების ხელშია და მე ვფიქრობ, რომ მომავალი ეროვნული მთავრობის ამოცანა უნდა იყოს აი ამ მიტაცებული რესურსების, აი ამ რესურსების, რომელიც ჩვენი ხალხის საკუთრება, ხალხის სამსახურში ჩაყენება. როგორ აფორმით ამ ფორმას ჩვენ მოვძებნით, მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე, რომ ყველაზე დიდი რესურსი, რაც საქართველოს აქვს, არის თვითონ ხალხი. და ყველა ქვეყანა, რომელიც მიხვდა ამას, ქვეყანა, რომელმაც ჩადო საკუთარ ხალხში ეს ინვესტიციები, როგორც არის განათლება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ცხოვრების გაათვილება, სოციალური შეღავათები, ეკონომიკური რეფორმები, რასაც ჩვენ პრაქტიკულად ყველა მთავრობას თხოვთ და მოვთხოვთ მომავალშიც ყოველთვის. აქტიური რეფორმები უნდა დაიწყოს და პირველ რიგში ლომის წილი ამ რეფორმების უნდა მოდიოდეს ეკონომიკაზე. და ეკონომიკის რეფორმა არ ნიშნავს მარტო რაღაცა ინსტიტუტის შექმნას, ახალი სამინისტროს, ახალი დეპარტამენტის, ახალი რაღაცა სააგენტოს დაფუძნებას, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. საქმე არის საკანონმდებლო მუშაობაში. საკანონმდებლო მუშაობის კუთხე თუ არ დაიხვეწა და თუ ის რეკომენდაცია არ განივთდა ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის, სწორედ იმ თუნდაც აი განაკვეთები ავიღოთ. ახლა ეგ დრო არ იძლევა საუბარის გაშლის საშუალებას, მაგრამ ხომ გეუბნებით რომ გადავხედოთ, აი მე ცხრილი მაქვს სპეციალური წარმოებული, სპეციალურად შევისწავლებ, საკმაოდ ჩაუღრმავდი ამ თემებს, ხომ გეუბნებით აი იგივე მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი. თუმდაც ამ განატკვეთებს რო შევხედოთ. დღეს ქვეყნები მივხვდნენ განსაკუთრებით მწარმოებლური ქვეყნები და ეს გადასახადები დაწიეს, იმიტომ რომ ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა შენ მუშაობდა, შენი შრომის 70% სხვაგან მიდის, ხო? შენ სტიმული გეკარგება. ამიტომ ეს სტიმულები უნდა შევქმნათ ჩვენ იგივე შპსებისთვის, იგივე წარმოებებისთვის, იგივე სააქციოებისთვის. Სხვანაირად ვერ განვითარდება ჩვენი ერი. აი მე გეტყვით თქვენ წარმოებლები ერები დღეს სანამდე მივიდნენ. იაპონიამ დამატებითი ღირებულების გადასახადი 5%-მდე დაწია. 5%. წარმოგიდგენთ როგორი ძლიერი მწარმოებელი ერია, მაგრამ ამბობს რომ სამხრეთ კორეა 10%. ტაივანი, ტაილანდი შესაბამისად 5% და 7%. ავსტრალია, რომელიც ფანტასტიკურ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს და უზარმაზარი ინვესტიციები შედის იაპონიიდან თქვათ და უამრავი საწარმოები შენდება 10% აქვს. ვიეტნამი განვითარებადი ეს ქვეყანა, რომელიც ძალიან მაღალი ტემპით არის
დაწინაურებული 10%. იგივე შვეიცარია ციფრებია, 8%, მაგრამ დრო აღარ აქვს. საშემოსავლოების დაწიეს აგერ იგივე თქვათ რუსეთს 13% აქვს საშემოსავლოებისა, ჩვენ 20% გვაქვს. აი რუსეთს გადასახადი აქვს და ბატონო ტატო მე ბოდი შეხთი აი ზუსტად მაგ ორი წუთი დაგჭა მაგ თემას გავაგრძელებ. ესე იგი მე შევხვდი მეცნიერებს. პირველი როდესაც გავიგე ესე იგი რომ ეს გაუქმდა ეს საკოორდინაციო საბჭო პრემიერის განკარგულებით, ჩემ გაკვირვება საზღვარი არ ქონდა, დაურეკე ინტუჩი ჩემთან ჩვენს ქართული იდეის ოფისში ქონდა დიდი შეხვედრა, მოვიდნენ მეცნიერები, რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ მათთან, მე თვითონ ამ სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი ვარ ერთ-ერთი და ესე იგი ამ ხალხმა პირდაპირ მითხრეს, ლევან, ჩვენ მეცნიერები ვართ, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენ მთელი ცხოვრება ვიშრომეთ, ვიღვაწეთ, ვისხედით, წერდით, ვიკულებდით და დავდეთ ეს პროექტი. ეს არის ქართული ხალხის საკუთრება. ჩვენ ეს პროექტი არ გავყიდეთ, არც შევარდნაძის მთავრობას მივყიდეთ, არც სააკაშვილის მთავრობას მივყიდეთ, არც ახლა არ ვიყიდებით, მაგრამ ჩვენ ძალების იქით აღემატება ჩვენ ძალებს, ახლა გინდა თუ არა ეს ვინმეს დავაძალოთ და რაღაცა ჩვენ პოლიტიკურ პროცესებში. კი ბატონო, ჩვენ ვიტყვით ჩვენ სათქმელს რაღაცა, მაგრამ ეს საზოგადოების გასაკეთებელია, თქვენი გასაკეთებელია, უშუალოდ მე მომართავდნენ და იცით თქვენ აკეთებთ მე მართლაც ჩვენ ამ პროექტის პრეზენტაციებს რაიონებში ამ პროექტის პრეზენტაციებს ყველა ქალაქში ესე იგი ვახდენთ და ყრიბავთ იქ მოსახლეობას ვაცნობთ ბუკლეტებს რაღაც ჩვენი გაჭირვების აი ამ დაუფინანსებელი პარტია ვარ და არანაირი დახმარება ჩვენ არ აქვს არაფერი და აი ჩვენი ძალებით რაღაცა აი პატრიოტული ხალხი რაღაც ზოლკაპის ბენზინის ფულს საწვავის ფულს რაღაც ბუკლეტის ფულს და აი ამას ვაკეთებთ ჩვენ რაც შეგვიძლია მაგრამ საზოგადოება ახლა აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, უნდა გაითავისოს რომ ეს მისი რესურსია და ამის მეპატრონე თვითონ რო არის, ეს უნდა იგრძნოს და ეს არავის არ უნდა დაუთმოს რა. არც ერთი თავმოყარე ერი არ დაუშვებს იმას, რომ ერთადერთი რესურსი, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ფეხზე დააყენოს, რომელიღაც კერძო ბიზნეს ოლიგარქიულმა წრეებმა ჩაიგდოს ხელში და ეს ხალხი ჩუმად იყოს. ესეთი რამე გამორიცხული არ ჩვენ ეთანხმებით და მე მგონი არც საქართველოს არ დაუშვებს. მე მგონი არც ქართულმა ხალხმა ეს არ უნდა დაუშვოს და ჩვენ აი აუცილებლად კიდევ ერთხელ ვამბობ, დაველოდებით ახლა მეცნიერებს ექნება შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ მერე შევხვდებით, გადავწყვიტავთ რა გავაკეთოთ როგორ და აუცილებლად დავაანონსებთ, ეს იქნება საპროტესტო აქცია იქნება თუ ნებისმიერი სახით, რომ არ მოხდეს აი ამ რესურსის კერძო ინტერესებში. ბატონ ლევან, ჩვენ შევხვდეთ კლავ და კლავ ვისაუბროთ უფრო ფართო წრე შევგრიბოთ ჩვენ სტუდიაში. საზოგადოებას თქო რომ გულისყურით მიადევნონ თვალყური. ეს მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისათვის. თქვენს ბატონო გიორგი, თქვენს ბატონო ლევან, შეგახსენებთ რომ ჩვენი განაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი ლევან ჩაჩიო და ბატონი გიორგი გუდადელაძე. თქვენ კი გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.